შეიძლება ყოფილიყო ეს დარტყმა თქვენ დასაწყოთ, იმიტომ რომ თქვენ უკეთესად იცით რა ტკივილი მოგამენება თუ ეს იყო მართლა. ვიცი ნამდვილად. რადგანაც აქ სილვანე გაცხრებაზე ტკივილზე ისაუბრე. სიმართლე გითხრათ, უბრალოდ მე მოგიყვებით სიმის გაწმამდე 5 წუთით ადრე ფაქტს და თქვენ განსაზღვრეთ რამდენად გონიერი შეიძლება იყო ეს გონიერი ყოფილიყო ეს სილვა და რამდენად გაყვებოდა ეს ტკივილი. პოლიციის გეხსოვებათ ალბათ ჩემს დაკავებამდე 5 წუთით ადრე პოლიციის მიერ შეიქმნა ჭრილკა, მე პოლიციის გარემოთვაში ვიყავი. უკან ძლიერი ბიძგის თუ დარტყმის შედეგად წავიქეცი, რამდენჯერმე გადამიარეს და აქედან რაღაც 3-4 მაქსიმუმ 5 წუთში მოვხვდი ჭიშკართან შემდეგ. და არ ვიცი ახლა ექსპერტიზაც კი არის, არსებობს ექსპერტიზის დასკვნაც, რომ მე მხარი დაზიანებული მაქვს. მქონდა. ყოველ შემთხვევაში გოიხსენებ და მარცხენა მხარისა და მკლავი და რამდენად ძლიერი შეიძლება ყოფილიყო ეს დარტყმა თქვენ დასაწყოთ, იმიტომ რომ თქვენ უკეთესად იცით რა ტკივილი მოგამენება თუ ეს იყო მართლა. ვიცი ნამდვილად. ფიზიკურ